პირდაპირ ეთერში პოსტსკრიპტუმ და სტუდიაში დავით კიკალიშვილი აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. ქართული სამშენებლო ბიზნესი თითქოს ბეწვზე გადაურჩა კრიზისსა და გაკოტრებას. ახლა ნელ-ნელა ეს სფერო იღვიძებს და გამძაფრებული კონკურენციის ფონზე ზოგიერთი კომპანია აქამდე არნახულ აქციებს მიმართავს, რათა განსაკუთრებული კლიენტურა მოიზიდოს. ან ასათიანი მოგითხრობთ და გიჩვენებთ ერთ ასეთ პროექტს, რომელშიც საფოსტო ხუთებსაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა. I'll have a blue Christmas without you. I'll be so blue just. საახალწლო ციებ-ცხელება მაღაზიებში დაწყებულია. ნაძვის ხეებს, თოვლის ბაბუებს და სათამაშოებს ყველა საგვირდომილო გარჩევს. აი ეს ლომაზია, ნახეთ რაც ოქროს ფრებით დაკრავს. ძალიან ლომაზია. ამჯერად საახალწლო ნივთებს საკუთარი სახლის მოსართავად არ ეძებენ. მისია გაცილებით უფრო რთულია. დიზაინერებმა რამდენიმე საათში ცარიელი ოთახი ავეჯითა და საახალწლო აქსესუარებით უნდა შეავსონ. მოაწყონ და პატრონს ჩააბარონ. ეს ფორმატი შესაძლოა რუსთავი 2-ის პროექტ ბინას გაგონებთ. შეცდით. კომპანია რედიქსი საახალწლო აქციას მართავს. ყველას, ვინც ბინას მათ სახლში იყიდის, ერთ ოთახს ავეჯით. სუპერთანამედროვე ტექნიკით განათებითა და ყველა საჭირო აქსესუარით გაწყობილს ჩააბარებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რედიქსის დიზაინერებმა ყველაფერი კედლის ფერს შეუხამეს. სიენა თბილი, სადა, ნეიტრალური და არა გამაღიზიანებელი ტონია. წითელი და ოქროსფერი კი საახალწლო განწყობას ქმნის. ეს არის ჩვენ დიდი ოთახი. მაგიდა არის 8 სულზე, აბსოლუტურად პრაქტიკული და საკმაოდ ლამაზი. ასევე ფარდები, ტექსტილები. ესაა საკმაოდ მოხერხებული. დღეს მგონი ყველაზე პრაქტიკული და ბილი ავერჯიც შეირჩა პრაქტიკულობიდან გამომდინარე. ულამაზესი ლაქა ოთახში გამახალისებელი. რედიქსის ბინაში შესახლებულ მობინადრეს საახალწლო განწყობას არც მეზობელ სართულზე მიმდინარე რემონტით გამოწვეული ხმაური და მტვერი გაუფუჭებს. აქ ყველა დეტალზე უკვე იზრუნეს და ბინები დასრულებული სახით ბარდება. დასავლეთის პრაქტიკას, კანონმდებლობას, იქ კანონი ზღუდავს დეველოპერს მშენებას, სხვაგვარად ბინის ჩაბარებას. ბაზარზეც ნამდვილად არის ამგვარი ბინების დეფიციტი. I'm on my own, I'm on my own. I'm on my own, I'm on my own. I'm on my own, I'm on my own in this world. I'm on my own, I'm on my own. არქიტექტორები კლიენტის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებენ. თანამედროვე დიზაინი თავისუფალია, სტილი მინიმალისტური, ავეჯი, ტექსტილი და დეკორი სადა, ნივთები კი საჭირო და გამოყენებადია. ინო პირველი პატარძალი იყო, რომელიც სიძამ ხელის მოსაწერად რედიქსის სახლიდან წაიყვანა. თაფლობის თვიდან დაბრუნებულ ახალ დაქორწინებულ წყვილს ბინა რა თქმა უნდა გარემონტებული, სველი წერტილი და სამზარეულო კი უკვე მოწყობილი და ტექნიკით უზრუნველყოფილი ჩააბარეს. ძალიან დაკავებულები ვართ და ძალიან გვიადვილებს ეს კომფორტი და ეს ტექნიკა, რაც დაგხვდა ამ სახლში. სახლის სარდაფში განთავსებული უზარმაზარი ავტოსადგომი პრობლემებს თქვენთან ერთად თქვენ სტუმრებსაც აარიდებს. ამ კომპლექსში დაუპატიჟებლად ვერავინ შეგაწუხებთ. ბინებში დამონტაჟებული ვიდეო დომოფონი ყველა მომსვლელს ხედავს. რედიქსის ელექტრონული ჩიპით უპრობლემოდ შეხვდით შენობაშიც. დაცვა პერიმეტრს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს. საქართველოში უკვე კარტეხნის წინ მივიწყებული საფოსტო ყუთების ტრადიცია აქ ისევ აღადგინეს. გადასახადებიც და წერილებიც მაცხოვრებლებს ჰოლანდიურ ყუთებში ხვდებათ. 16 სართულიან კომპლექსში ოტისის სამგზავრო და სატვირთო ლიფტები მუშაობს. მუშაობს მაშინაც, როცა ელექტროენერგია ითიშება. სენსორული ელექტროგანათება სადარბაზოში შესვლისას შუქს ავტომატურად რთავს და თიშავს. კომპლექსი, რომელზეც არქიტექტორთა ჯგუფი წლების განმავლობაში ზრუნავდა, დასრულებულია. ამ ნაწილში ბანკი, გალერეები და დიზაინერული სტუდიები მუშაობენ. საზეიმოდ გაწყობილ ბინას ბაფთით ხუქავენ. რედიქსის საახალწლო აქცია 20 იანვრამდე გაგრძელდება.